საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე მთავრობის პოზიციას წერილობით უპასუხა. საიას განცხადებით საქმე ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის სავარაუდო მასობრივ დარღვევებსა და საარჩევნო დავებზე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის არარსებობას. ორგანიზაციის შეფასებით ხმის ფარულობის დარღვევა ერთეული შემთხვევა კი არა სისტემური პრობლემა იყო. შიდა სამართლებრივი მექანიზმების არაეფექტიანობა. საქართველოს კანონმდებლობა ინდივიდუალურ ამომრჩეველს პრაქტიკულად არ აძლევს შესაძლებლობას დავა სასამართლოში არჩევნების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყოს და აწარმოოს. ეროვნულ დონეზე აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია და ვალდებულია დაიცვას ამომრჩეველთა საარჩევნო უფლება. შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა. მომჩივნებმა იმოქმედეს კეთილსინდისიერად და ამოწურეს ყველა ხელმისაწვდომი შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლოს დასაბუთებული საჩივრით მიმართეს. ამასთან მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ შეიცავდა საკმარის სამართლებრივ არგუმენტებს საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და ვერ პასუხობდა სასამართლოს მიერ დასმულ სამართლებრივ საკითხებს. მთავრობის მიდგომა მიზანმიმართულად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების მქონე პირთა ეფექტიან დაცვას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლით და ფაქტობრივად გამორიცხავს მათთვის კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების სრულფასოვან გამოყენებას. საიას თქმით, მათ შიდა სამართლებრივი გზები სრულად ამოწურეს და ახლა სტრასბურგის სასამართლოს თხოვენ შეაფასოს, დაირღვა თუ არა თავისუფალი და ფარული არჩევნების უფლება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გარანტირებული.